საღამო მშვიდობისა, გილოცავთ ახალ წელს, სიხარულს, ბედნიერებას, იღბალს და ჯანმრთელობას გისურვებთ. დღეს ჩვენი პირველი გაცემა 2011 წელს, ამიტომ ვეცდებით გავარკვეთ, ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა. ჩვენი სტუმარია რატი ამაღლობელი. რატი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ. თქვენ დღევიდან ვიცი, რომელიც ერთხელ დაწერეთ, ჩემი თხოვნით, რომ ახალი წელი მაინც არ გიყვართ. თუმცა ახალ წელს როგორც წესი ადამიანები, ყოველ შემთხვევაში რაღაცა რაოდენობა მაინც ცდილობს, რომ გაანალიზოს ის განვლილი წელი და რაღაცა მომავალ წელს როგორ მოიქცევა და რის გაკეთებას აპირებს რაღაც დაგეგმოს, მაგრამ მე ამას არ გითხოვ, ასე ვთქვათ, თქვენგან. 2010 წელს, აი, უცებ რო გითხრათ, რასთან არის ასოცირებული, რა გახსენდებათ, რომელი მოვლენა გახსენდებათ, თუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ მეორე ვაჟის მამა გახდით. ეს მახსენდება, ძალიან ეგოისტური გახსენებები მაქვს. ჩვენიერი. არა ესეთი საზოგადოებრივი, სოციალურ-ეკონომიური მეორე ვაჟის ამბავია. პირველ ყოვლისა 2010 წელი. და რაღაცა ის არის, მე ვფიქრობ, ესეთი პაუზა წელი იყო. პაუზა რაღაცა ერთგვარი სიმშვიდე არა. ასე ვთქვათ, მხოლოდ სტაბილურობა, სიმშვიდე. არა. ეს იყო რაღაცა სწორედ რომ ფიქრის და ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ რაღაცებზე დაფიქრდა 2010 წელს საინტერესო იყო რაღაცა თითქოს ფიქრის საშუალება მოგვეცა პირველად. იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა პროცესებში ვართ ხო ჩართული. ომები ჯერ ერთი 20 წელიწადია სულ ომში ვართ ხო? და აი ეს თითქოს 2000 წელი რაღაცა 2010 ხო გადაფასების წელი იყო რაღაც შინაგანი პაუზის და გადაფასების. არ ვიცი ვინ რა გადააფასა. მაგრამ რატომღაც მე ესე მგონია. ბოლო აი ეს WikiLeaks-ის ამბავი იყო საინტერესო. სხვა შესახებ სანამ WikiLeaks-ზე და ასე ვთქვათ კომპიუტერ და სოციალურ ქსელებზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ვთქვათ ერთ-ერთი საზოგადოებრივ რო ვთქვათ 2010 წელი ჩემთვის მე ჩემ თავზე ვიტყვი, ასოცირდება მოდელირებულ ქრონიკასთან და ასოცირდება სოციალურ ქსელებში ქართული საზოგადოების ჩავიჩევარნას და ძალიან მეცინება, რომ უმეგობრდებიან ერთმანეთს და იმდენ დროს ატარებენ ამ სოციალურ ქსელში, რომ ნამდვილ მეგობრებს, ვინც რეალურად ყავს, მათ კარგავენ. ნუ არ ვიცი ეს რაღაცა. ეს სოციალური ქსელით ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები დასაქმდნენ, საკუთარი თავი გამოავლინეს. პოზიტიურადაც და საინტერესო იყო, ხო? ქართველებმა ისწავლეს რაღაც ერთგვარი თვით პრეზენტაცია, ხო? ფოტოების დადება, კომენტარების დაწერა. მაგრამ ნამეტანია ეს. ნუ ეს ყველას პირადი არჩევანი ხა ეს. და სოციალურ ქსელში ბევრი რამ საინტერესო ხდება, ძალიან ასე ვთქვათ, ილუსტრირებული ქსელია თავისთავად. Facebook-ს თუ ავიღებთ, ხო? რომელიც ასე ვთქვათ, კულმინაცია 2010 წელი იყო. ხო, ნუ მანამდე არნაკლასნიკი იყო და მე რო ყველა გადავიდა Facebook-ში. ხო. აი დიდი ასე ვთქვათ, შემოდინებები სწორედ 2010 წელს იყო და ადამიანები ასე ვთქვათ, როგორც სამსახურს ისე ეკიდებიან ამ სივრცეს. საინტერესოა კი, რა ვიცი. რატი, აი თქვენ ბრძანთ რომ 2010 წელს ვთქვათ იყო საშუალება რომ ვიღაცებს ეფიქრათ, რაღაც გადაიფასებინათ, თავის ადგილზე კონკრეტულ პიროვნებას არ გულისხმობ. ფიქრი ძალიან კარგი რამეა, მე ასე მგონია. იმიტომ რომ დღეს ყველგან, ყოველ შემთხვევაში ნორმალურ, რასაც ჩვენ დასავლურ სამყაროს ვეძახით, რაღაცა იდენტიფიკაციის მომენტი დადგა, ანუ ვისთან ხარ, ვინ ხარ, რა გინდა სამყაროში, ამაზე ფიქრობენ ძალიან ხშირად. ხა მე მახსენდება, ეს კი ძალიან ბევრი წლის წინ იყო ზურაბ ჟვანიას განცხადება, რომ მე ვარ ქართველი, მაშსა და მე ვარ ევროპელი. მე გაირკვა რომ თვათ ევროპელი ვერ ხარ, იმიტომ რომ გეუბნებიან რომ აი ევროპელები, აი ეს წესებია, ასე უნდა მოიქცე. ხელისუფლება, რომელიც რაღაც მენტალური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. ვინ ვართ, აი შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ამაზე გვიფიქრია, მართლა ვინ ვართ? ვართ ევროპელები, ვართ ქართველები, ვართ აზია, ვართ რაღაცა გადასაყარზე ყოფი მაცხოვრებელი ადამიანები.
კრიზისი ახლა ბერძნულად ბევრი განმარტება აქვს, სასამართლოსაც ნიშნავს, გადაფასებასაც ნიშნავს. და არა მარტო ასე თქვათ ჩიხში ყოფნას, არამედ რაღაცა გამოსავალიც არის, გადაფასება არის, შეფასებაც არის და ერთგვარი სასამართლოც არის შინაგანი მსჯავრის დადების პროცესი, ხო? ბუნებრივია, ვინ ვართ, ხომ ერთის მხრივ, ასე თქვათ, ჩვენი მითოლოგიური დისკურსი, წარსული, რომელიც არსებობს, რომელიც გვაწევს, რომელიც, ასე თქვათ, უკნიდან, წარსულიდან, ასე თქვათ, განგვსაზღვრავს, ცდილობს ჩვენს დეტერმინირებას, ჩვენს განსაზღვრას, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. მეორეს მხრივ მომავალი, რომელიც ასე ვთქვათ, დასავლეთიდან შემოდის და დასავლეთთან მიმართებაში გვაქვს ჩვენ მომავლის, ასე ვთქვათ, განცდა, პერსპექტივების აღქმა, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს ორივე, ხო? ორივე ფასეულობა, ასე ვთქვათ, ქართული ტრადიციული ნაციონალური იდენტიფიკაციების სივრცე, რომელიც წარსულში ძევს და მომავლის ევროპული, რომელიც თითქოს უნდა ებრძოდეს აი ამ ტრადიციულს, შუაზე ხლეჭს ადამიანებს და რაღაც გარკვეულად აჯგუფებს მათ. გვინდა არ გვინდა, ყველაზე ბანალურად, ყველაზე ზედაპირულად რომ შევხედოთ ამ პროცესებს, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ჩაკეტილნი, იზოლირებულნი, თვითკმარნი კულტურაში, რომელიც არც თუ კარგად იციან, იმიტომ რომ ქართული ყოველთვის გახსნილი კულტურა იყო, დასავლურისადმი თუ აღმოსავლურისადმი. და გახსნილობა არ ნიშნავს მხოლოდ გეოგრაფიული არეალის ერთი კუთხით მზერას, რასაკვირველია, ეს 4-ვეს მოიცავს. და 5-ვეს და კიდევ შეიძლება ბევრი დავთვალოთ. თუ მან ძალიან ჩაუღრმავდებით. ორივე შემთხვევაში აი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ფუტუროფობიით არიან შეპყრობილნი და ადამიანები, რომლებსაც არაფრის გაგონება არ უნდათ წარსულიდან, არსებულიდან, მოდი ასე ვთქვათ, ყოველთვის რაღაც ცალმხრივობასთან არიან დაკავშირებული. აი ამ ცალმხრივი ჯგუფების დაპირისპირება გვხდება მუდმივად. და საკუთრივ აი ამ ღირებულებების, თუნდაც დასავლური, თუნდაც ევროპული, საიდენტიფიკაციო სივრცის და ღირებულებების საკმარის ცოდნა აკლდათ ადამიანებს. ისევე როგორც ასე ვთქვათ, ფუნდამენტურის, ქართულის, ადგილობრივის, ხო? ანუ განათლება ეს მაინც განათლებას და ტრადიციას. ანუ ნებისმიერ ღირებულებას, ნებისმიერ ასე ვთქვათ, აზრს ჭირდება გარკვეული სიცოცხლის უნარიანობა, გარკვეული ხანგრძლივობა, ხო? აი ევროკავშირის იდეა არსებობს. აი პრეზიდენტიც გამოვიდა და თქვა, ხო? აი ვოლტერს ჰქონდა, ჰიუგო ახსენა, ხო? როდესაც მან თქვა, რომ რელიგიური ომების დამთავრების შემდეგ, ხომ, ევროპაში 40 წლიანი ომების დამთავრების შემდეგ და კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროს დაპირისპირების გადალახვის შემდეგ, მან თქვა, რომ ევროპა პრინციპში შეიძლება იყოს ერთიანი, მას ერთიანი საიდენტიფიკაციო სივრცე აქვს. და ეს აზრი 200-300 წლით ადრე ევროკავშირამდე 300 წლით ადრე არსებობს. ანუ ეს აზრი არ დაბადებულა თუნდაც მეორე მსოფლიო ომის მერე. თითქოს ევროპაში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ევროპა გაერთიანდეს, ერთი მთლიანი სივრცე შექმნას, ხო? აი ნებისმიერ ღირებულებას თავისი ტრადიცია და თავისი ისტორია უნდა ქონდეს. და ჩვენთან ეს ყველაფერი ძალიან ლოკალურია, ძალიან მცირევადიანი, ძალიან მალეფუჭებადი აზრები და ვექტორებია საქართველოს. აი რატომ? იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ ვახერხებთ ერთ იდეაზე ან ერთ მიმართულებაზე ან რაღაცა ერთ საქმეზე ყურადღების კონცენტრაციას თუ იმიტომ რომ ეს ზედაპირულია და ასე ვთქვათ აი მომენტში გამიჩნდა რაღაცა აზრი და ხვალ უკვე აღარც მახსოვს და აღარ მაინტერესებს. საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რაღაცა ფასეულობით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი, მე-19 საუკუნე, 18 საუკუნის დასაწყისში შეიძლება უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ საქართველოს იაზრებდნენ, საქართველოს შესახებ გარკვეული კონცეპტუალური ასე ვთქვათ, ნახაზი და გეოგრაფია გააჩნდათ მათ, გარკვეული საიდენტიფიკაციო სივრცე და კოორდინატთა სისტემა. თუ რა არის ეს საქართველო? ანუ აღიქვავდნენ მას როგორც წარსულში, აწყვოში და ისევე მომავალში. და ეს ამ კლასიკურ ჯაჭვში იდგა მათი ეს კონცეპტი. აი თითქოს ასეთი ადამიანების ამაზე მოფიქრალი, ასეთი კონცეფციით ახსნილი ადამიანების ნაკლებობა ყველაზე მეტად დღეს. ადამიანები, რომლებიც ამ იდეებით ეურთიერთებიან ერთმანეთს და გარკვეულ პლატფორმას ქმნიან.
ანუ თავარი ღერძი მიზიდულობის გახდა ძალაუფლება და არა ხედვა. ხომ, ძალაუფლება ქმნის მიზიდულობის ცენტრებს. და ადამიანები სწორედ აი ამ ძალისკენ მიილტვიან და არა ხედვისკენ. თუ რა ვართ მინგვრებ, საით მივდივართ? რა გვინდა? და სად ხედავთ ჩვენ თავს, როგორ ხედავთ ჩვენ თავს? კი, თითქოს ხელისუფლებას გააჩნია. სხვებთან შედარებით რაღაცა ტიპის ხედვები გააჩნია, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან მალე ფუჭებადა და ძალიან მალე იცვლება ეს ხედვები. თუმცა რას გულისხმობს ხელისუფლება ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ზუსტად ვათვალიერებდი ვთქვათ წლის განმავლობაში რა ხდებოდა და ნუ ეს განცხადება არის მე არ ვლაპარაკობ არ რუსეთზე და ევროპაზე მარტივ იმაზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ ვიქნებით ასე ვთქვათ შვეიცარია, დუბაის ელემენტებით. ანუ აი ეს რა არის? ცოტა გაუგებარია, ხო? ერთის მხრივ შვეიცარია კარგია, მეორეს მხრივ ძალიან აბსტრაქტული მსჯელობა. ანუ აბსტრაქციები ჩვენ შეიძლება რაღაც მუდმივი აბსტრაქციების სივრცეში ვთქვათ ვიცურაოთ. მაგრამ ეს კონკრეტულს არაფერს არ გვეუბნება. შვეიცარია, დუბაის ელემენტებით ეს არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური და ბრუნვადი. აი, არაფრის მთქმელი არ არის. სინამდვილეში პროცესები, ეგზისტენცია, თუნდაც პოლიტიკაში, პოლიტიკური სიცოცხლე, ბევრად უფრო კონკრეტულია, ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, საინტერესოა მიმდინარეობაში, თავის დინამიკაში, ვიდრე დუბაი, შვეიცარიის ელემენტებით ან პირიქით. ეს არის ცარიელი აბსტრაქცია. რომლის გაცოცხლებაც ძალიან ძნელია. ეხლა რას გულისხმობენ ამაში, ეს ძალიან რთულად წარმოგვიდგენთ. დაახლოებით ხვდებით რას გულისხმობენ, მაგრამ ეს მკვდარია. რომ საზოგადოება, გეოპოლიტიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა ბევრად უფრო ცოცხალი პროცესია და მას ბევრად უფრო ცოცხალი დანახვა ჭირდება ამ პროცესებს, ვიდრე, ასე ვთქვათ, შვეიცარია დუბაის ელემენტებით. ეს სრული აბსტრაქცია. აი თქვენ საზოგადოება ახსენეთ და ახსენეთ თქვათ იგივე ისტორიას, რომელიც საზოგადოების გარკვეულწილად ქმნის. ნუ ხა გასაგებია ქართველებს ბოლო 200 წლის განმავლობაში სულ ამაზეა ხოლმე ლაპარაკი, რომ აი რაღაც დაპყრობილები ვიყავით და რაღაც ამის გამო რაღაც კომპლექსები მოგვყვება და რაღაცებს ამიტომ ვერ ვახერხებთ. ისრაელი, რომელიც ნუ ხა ებრაელი ხალხის ისტორია არც ერთ სხვა ქვეყნის ერის ისტორიას ვერ შეედრება, ტრაგიკული იყო. არაერთხელ თქმულა და ალბათ ასეც არის, რომ ისრაელში არის არაჩვეულებრივად ძლიერი საზოგადოება, მაგრამ ხელისუფლება, ნუ სუსტია საზოგადოებასთან შედარებით. ჩვენთან პირიქით მოხდა, ხო, რეალურად საზოგადოება, რომელიც არის ძალიან ატომიზირებული და დაშლილი და ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ისეთი ძლიერია. რა უშლის საზოგადოებას, ასე ვთქვათ, თუნდაც იმ მნიშვნელოვან რაღაც თემებზე ჩამოყალიბებას და ერთი აზრის ქონას, რაც ნუ ხა ნორმალურ ქვეყანაში არ არის, ხო? აი რა კარგია, რომ ჩვენ ერთი აზრი. როგორ არის იცით, წარმოგიდგენთ, ძალიან მარტივი რაღაც შეიძლება დავიწყოთ, რომ საკმაოდ, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ერთ სადარბაზოში სიტყვაზე, შეიძლება წარმატებულნი საკუთარ პროფესიებში. ვერ ქმნიან გარკვეულ community-ს, ვერ ქმნიან გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჯგუფს, რომელიც დადებს ორლარს, დალაგდება სადარბაზო, რაღაცა კომუნალურ სივრცეს საერთოს, ხო? და მათ ურჩევნიათ ცალ-ცალკე ირბინონ რომელიღაც გამგებელთან. რომელიც თუნდაც შეიძლება განათლებით, თუნდაც გადაწყვეტილების მიღების უნარით ბევრად, ასე ვთქვათ, შეზღუდული იყოს ამ უნარებით. ისინი ერთმანეთთან ველაპარაკობენ, ანუ ძალაუფლება თავისი მცირედი და მინიმალური გამოვლენებებით საქართველოში უფრო მისაღებია, უფრო მიმზიდველია, ვიდრე ადამიანების ურთიერთობა. აი ეს იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში არ იგრძნობა ძალა. მათ არ აქვს, ასე ვთქვათ, ამის უნარი. და ამის განცდა რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი კონსენსუსები, ჩვენი შეთანხმებები მნიშვნელოვანი იქნება ამ სახელმწიფოში და ამ საზოგადოებაში. თუნდაც სადარბაზოს დონეზე. სხვანაირად ვერაფრით ვერ ავხსნით, თუნდაც აი რა ერქვათ იმათ, ქალები მობილიზაციას რო ეწეოდნენ, რაღაცა კოორდინატორები, ხო? აი ეს კოორდინატორების ინსტიტუტმა გენიალურად იმუშავა და ხელისუფლებამ ძალიან ზუსტად დაინახა თუ რა იმუშავებთ. ამას დანახვაც ჭირდება და ეს ჭყალებში უნდა დაუფასოთ, ხო? მათ ეს ხედვა, რომ კოორდინატორების ინსტიტუტი, რომელიც ხელისუფლებამ მოიგონა, გააცოცხლა საბჭოთა ქალი გააცოცხლა, აი ბრილიანტის ხელის ქალი გააცოცხლა, გახსოვთ ხო? იმ ფილმში ქალი, რომელიც ასე ვთქვათ, ნინა მარჯიკოვა, რომელიც მართავს რამდენიმე კორპუსს და რომელსაც თავისი ხალხი დაყვებოდა. აი ეს არქეტიპი გააცოცხლა, რომელიც თლემარე იყო. და ამან იმუშავა, ხო? ფაქტია, რომ იმუშავა. ხალხი ფართხაფურთხით მორბოდა აი ამ ქალების და რომლებიც შეიძლება 2 წლის წინ მიტინგზე იდგნენ.
და ველური ხმით გაკიოდნენ რაღაცას. დიდი შანსია. ანუ აი აქ ავართ ჩვენ. აი ეს პრობლემები გვაქვს. რეალურად ეს პრობლემები. აი აქ ჩანს თელი ასე ვთქვათ ჩვენი საზოგადოების ფსიქოანალიტიკური დიაგნოზები, ხო? აი კოორდინატორებს, ჩვენს დამოკიდებულებებში, ხო? ჩვენ ვართ ეს ხალხი. ნუ გავემიჯნებით. ჩვენ მე არ ვამბობ, რომ ის ცუდია და მე უკეთესი. ჩვენ ვართ ეს ჩვენზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში და ჩემ თავსაც გულისხმობ, აქ არანაირი გამიჯნა არ ხდება. ეს არის ჩვენი ისტორია, ჩვენი პრობლემები. აი, რა ეს ხო არ არის ისევ წარსულის და შენ თქვი რომ აი ისტორია რომელიც უკნიდან რაღაცას გეკაჩება და რაღაცა სიმძიმეებს გადებს თქვათ. ეს ხო არ არის ის კომპლექსი რომ აი კოლექტივი ცუდია. კოლექტივიზმი რომელიც გამოვიარეთ ამ 70 თუ 75 წლის განმავლობაში და ამიტომ ინდივიდუალისტი ვარ და მე მირჩევნია რომ აი რაღაცა წავიდე და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტრადიციებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ საბჭოთა ტრადიციებზე, იმიტომ რომ სხვა აი ქართულ ტრადიციებზე ვლაპარაკობენ, რომელიც შეიძლება ინგრეოდეს, ეს საბჭოთა ტრადიციებია. ხშირად აი კანტს აქვს ეს ხო ცნობილი ფრაზა, რომ გადაფხიკეთ ნებისმიერი გერმანელი ფილოსოფოსი და თქვენ მასში თეოლოგს ღვთისმეტყველს აღმოაჩენთ. გადაფხიკეთ ნებისმიერი ადამიანის, ასე ვთქვათ, მოსაზრება ტრადიციის შესახებ, ქართული ტრადიციები და თქვენ მასში საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებულ ტრადიციებს აღმოაჩენთ. ეს არ არის ქართული. სულ სხვა რამაა ქართული და აბსოლუტურად ეს არის, რა ქვია, მიწაზე ჯდომა, ასე რა ქვია, აღმოსავლურად, ფიალით სმა, ხელით ჭამა, ფეხზე დგომა და სადღერძელოების სმა არა, კაკლის ძირში პურის გატეხვა სულ რამდენიმე სადღეგრძელო ქართული თუ გვაინტერესებს ძალიან კონკრეტულად ვიტყვით რა არის ნამდვილად ქართული მიდგება ასე ჯერზე რა არის ქართული და ეს არ არის ქართული ტრადიციები როდესაც ჩვენ საუბრობთ ქართული ტრადიციები სადღაც ქრება და იკარგება სინამდვილეში ეს საბჭოთა ტრადიციები ქრება და იკარგება და არ ქრება და არ იკარგება ნამდვილად იმიტომ რომ როდესაც ოპონენტები ხელისუფლებას ბრალდებენ რომ ისინი ქართულ ტირე საბჭოთა ტრადიციებს ებრძვიან ისინი ამყარებენ ქართულ ტირე საბჭოთა ტრადიციებს. ყველაზე მანკიერს, ხო? თუნდაც აი კოორდინატორი ქალების თვალსაზრისით, თუნდაც ელიტარული ბიზნესის თვალსაზრისით, თუნდაც კორუფციული სასამართლოს თვალსაზრისით. ეს საბჭოთა ტრადიცია, აბა ეს ევროპული ტრადიცია? არა. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, ეს ტრადიციები არსებობს. საბჭოთა ტრადიცია, რომელიც ბუნებრივ ფორმებს იცვლის და ბუნებრივ ადაპტაციას განიცდის. საბჭოთა ტრადიციებზე და ადაპტაციაზე ამ ტრადიციების ჩვენ უკვე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, რატი ამაღლებელია ჩემი სტუმარი. საბჭოთა ტრადიციები და საერთოდ ისტორია, მოდით ასე ვიტყვი. გააზრება საკუთარი ისტორიის, თუნდაც ბოლო 60, აღარ ვლაპარაკობ ბოლო 20 წლის განმავლობაში რა მოხდა, ესეც ვერ გავიაზრე და ვერ მივხვდით, ხო? იმიტომ რომ მუდმივად ერთ და იგივე შეცდომას უშვებ და თითქოს და ერთ და იგივე წრეზე დავდივართ ყველანი ერთად, ხელი-ხელ ჩაკიდებულები. ისტორიის გადააზრება, თქვა ზუსტად წელს იყო, უბრალოდ 2010 წელს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ აი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების 200 წლოვანი ისტორიის ხელახალი გადაფასების, ასე ვთქვათ, ინიციატივა, ხო. ეს გამოიხატება რაღაც სკოლებში თემების წერით. აი, რას მივიღებთ, ხო, ანუ გადაფასება ისტორიის უნდა მოხდეს, მაგრამ ეს არის ის გზა, რაც მართლაც გადააფასებს და რაღაცა აი ისტორიის მუდმივი კითხვა საჭირო, რასაკვირველია. მაგრამ არა ისევ აბსტრაქტულად და ხელოვნურად და იდეოლოგიზირებულად. როდესაც ხელისუფლებას უკვე აქვს მოლოდინი იმისა, თუ რა ეს სიამოვნება, როგორი ისტორიის დანახვა ეს სიამოვნება ხელისუფლებას. ხვდებით რას ვამბობ? ანუ წინასწარ შექმნილია მოლოდინი თუ როგორ წაიკითხავთ ისტორიას, თუ როგორ ეს სიამოვნება ეს ხელისუფლებას. უკვე გარკვეული წაკითხვა გულისხმობს გარკვეულ სიამოვნებას. და გარკვეულ ასე ვთქვათ ლეგიტიმაციას ასეთი კითხვისას ისტორიისას. და ეს კონიუნქტურა ეს არ არის ისტორია. აი რატომ აღარ აყვავთ ჩვენ ისტორიკოსები? ანუ რატო არ ხდება? ყოველ შემთხვევაში მე რო ჩავიხედე რამდენიმე სახელმძღვანელოში ეთყობა აღარ აყვავს. ნუ ახლა რაღაცა გული გამიჩერდა. ეთყობა აღარ აყვავს, იმიტომ რომ ყვავს რამდენიმე რასაკვირველია, როგორც ყველაფერში ადამიანები არსებობენ, მაგრამ ასე ვთქვათ. ზოგადად ეს ბევრ რაღაცას არ ეთყობა. კი, ყვავს კარგი ისტორიკოსები, ადამიანები, კარგი მუსიკოსები, კარგი. მაგრამ რაღაც ხელი უნდა დაემჩნეს, ხომ რაღაცებს. ზოგადად ძალიან დიდი კონიუნქტურის ქვეშ ვართ.
ძალიან მუდმივის თავარი ჩვენი პრობლემა ეს არის კონიუნქტურა. სოციალური კონიუნქტურა. პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური ჩვენ მუდმივად კონიუნქტურის ქვეშ ვართ. 1920 მის ამას ვიმეორებ 1927 წელს აღდგომაზე მივიდა ორი ადამიანი. 85 წლის ქალი, რომელიც წაიყვანეს გზაში მოკდა, 45 წლის კაცი, რომელიც წაიყვანეს დახვრიტეს. საქართველოს ეს არ არის კრიტიკა, ეს არის რეალობა. ეხლა მე არ ვაფასებ, მე მხოლოდ აღვწერ. საქართველოს არ ნახული იყო საქართველოში, ასე ვთქვათ, პარტიულების რაოდენობით. თელი საბჭოთა მასშტაბით. ესე იგი, აკბ-ში მოსამსახურე და არანაირი ილუსტრაცია, არანაირი ზიზღი ისტორიასთან. პირიქით, ეს უნდა შევისწავლოთ. საინტერესო, კი უნდა ვებრძოლოთ, რა ქვია, ნამგალს და უროს. ეს უნდა შევისწავლოთ. არა ზიზღით, არა ამოძირკვით, არამედ თვითანალიზის, ინტროსპექციის, რეფლექსიის, განვითარების მიზნით. რომ ეს ჩვენ ვართ, ჩვენი თავი უნდა დავინახოთ, იქ და არა რაღაც მტერი. ან ვიღაცა ცუდი ტიპი, რომელიც არა, ეს ჩვენ ვართ ყველანი, რომელიც უბრალოდ 30 წლის წინ, 50 წლის წინ, 70 წლის წინ უყურებთ საკუთარ არანაირ ეკლებს, საკუთარ აჩრდილებს ისტორიაში. ეს არის უმთავრესი და არა ისტორიასთან ბრძოლა. და არა ისტორიას დავიწყება, იმიტომ რომ ის დაგიბრუნდება საშინელ ნევროზად. ეს განდევნილი, მოკვეთილი ისტორია, ან კონიუნქტურულად არასწორად წაკითხული ისტორია დაგიბრუნდება ნევროზად. ყველა საუკეთესო შემთხვევაში არის უფრო რთული ეს პერსონალურ არშილობად შეიძლება დაბრუნდეს მთელ საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც უნდა პირიქით, გულგასმით, სიმპათია, ანტიპათიის გარეშე, უფრო მეტი სიმპათიით საკუთარი, ასე ვთქვათ, წარსულისადმი შევიმეცნოთ და ამოვიღოთ ყველაფერი ნეგატიური და მათ შორის პოზიტიური. და ვნახოთ რა არის, რაშია მიზეზები. ეს არის ზუსტად იმიტომ რომ იცით რა ისტორია ეს ხო არ არის რომ აი ვიღაცას ეგრე მოუნდა და ეგრე მოხდა კანონზომიერებები აქვს ანუ ზუსტად ეს უნდა იყოს შესწავლილი რომ იგივე შეცდომები გენიალურმა რეჟისორმა ეხლა 2009 წელს აიღო კანის 10-ში აიღო კანი 2009 წელს გადაღებული ფილმია პიტერ ჰანეკეს გენიალური ჩემთვის ძალიან საინტერესო რეჟისორის გადაღებული ფილმია პირველ მსოფლიო ომამდელი გერმანიის ერთ-ერთი სოფლის ცხოვრების შესახებ რომელიც გვიყვება იმ გერმანულ საზოგადოებაზე რომელთა შვილებიც ხდებიან ფაშისტები ის იკვლევს 2009 წელს ზის და იკვლევს ფაშიზმის დაბადების ისტორიას არა ზიზღით არამედ სიყვარულით და ამავე დროს არა შიშით არამედ აინტერესებს ის პრობლემები ადამიანური პრობლემები რომელიც შეიძლება ფაშიზმამდე მივიდეს. ჩვენ თუ გვექნება შიში, რასაკვირველია, ჩვენ მუდმივად ქალბატონი კოორდინატორების ხელში ვიქნებით ბჭყალებში, გადატანით მნიშვნელობით და პირდაპირ მნიშვნელობით. ჩვენ თუ ვიქნებით გახსნილები საკუთარი თავისადმი, საკუთარი ისტორიისადმი, მაშინ გვაქვს შანსი. ესეთი მზარ რეცეპტები არ არსებობს. იცით, შვეიცარია, დუბაის ელემენტებით ეს აბსტრაქციაა. ჩვენ ჩავიხედოთ ჩვენ თავში და დავინახავთ ძალიან ბევრ ელემენტს. არა, გარდა ამისა, ისტორიას როცა შეხედავ შიშის გარეშე, იმიტომ რომ აი ეს აკლიატება რომ აი ჩვენთან მოხდა და სხვაგან არ მომხდარა, ჯერ ერთ საკუთარი ისტორიის არცოდნა და მე სხვა ქვეყნებშიც ბევრი ცუდი რამ მომხდარა, მაგრამ მათ გაუსწორეს საკუთარი ისტორიას თვალი და ბევრი რამ ისწავლეს ჩვენგან მეორე მსოფლიო წააგეს და დიდ შვიდეულშია ეს ქვეყანა და მუდმივად უკირკიტებს საკუთარ ისტორიას, საკუთარ წარსულს და ეძებს მიზეზებს. ჩვენთან ეს ორივე მხრიდან შეუძლებელია, ორივე კონიუნქტურა არ მოგცემს ამის საშუალებას. არც მარცხენა და არც მარჯვენა პირობითით. რა ძალიან ცუდია. კიდევ ერთი ასე ვთქვათ მომენტი, რომელიც ნუ აი ბოლო წლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ოპტიმიზმი, ანუ ხელისუფლება, რომელიც სულ გეუბნება, რომ აი ეს ძალიან კარგია და ხმალი კიდე უკეთესი იქნება. თავისთავად, როდესაც ოპტიმისტური რაღაცა ისმოდის განწყობილებები, ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ დეპრესიაში მყოფი საზოგადოება ვერ გამოდის. მაგრამ მე ვარ გადამეტებული ოპტიმიზმი, უსაფუძვლო ოპტიმიზმი. არაპროპორციული. ხო, ანუ როდესაც გეუბნებიან, რომ ყველაფერი პირველად მოხდა, აი ესეთი არჩეულებრივია და აი პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ რეალურად ეს შენ ცხოვრებაზე, შენი ახლობლებზე, შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ეს სიკეთე არ აისახება. ოპტიმიზმი ხომ არ იწევს ამ შემთხვევაში ეს გადამეტებული საზოგადოების რაღაცა ნაწილი ინფლაციას იწევს თვითონ ოპტიმიზმის ცნების ინფლაციას იწევს. ეს ვთქვათ გაუცხოებას და გაყალბებას.
აი ძალიან კარგად უნდა აღუნიშნოთ ესეც ძალიან კარგად გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი ეუთოს სამზე და ხო პარლამენტში. შვენიერი ასე ვთქვათ ეტყობოდა სიტყვას ეტყობოდა მუშაობა რომ ნამუშევარი იყო ჯგუფი მუშაობდა სერიოზულად და ეს მისი დამსახურებაა რომ ასე იმუშავა ჯგუფმა და ასე ტექსტი დადო ძალიან საინტერესო მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულია რომ ჩვენ რატო არ გველაპარაკება ასე ჩვენ ვინ გონი ვართ ეს არის ძალიან ძიმე ხო როდესაც მას შეუძლია და აქვს სურვილი არის ადეკვატორი და აქ არის სრული ინფლაცია აქ ძალიან ძნელია რომ ადამიანებმა სერიოზულად აღიქვან ის რასაც ამბობენ და ეს მხოლოდ ადამიანების პრობლემა არ არის ეს იმის პრობლემაც არის ვისაც არ აღიქვავენ სერიოზულად თუმცა ვამბობ რომ შესანიშნავი გამოსვლა იყო დასავლეთში და მე მომეწონა თავის გაშლობით თავის აქცენტებით თავის ხედვით და შესრულებითაც რასაკვირველია ეს უნდა აღვნიშნოთ მაგრამ ეს სწორედ ეს არის ძალიან ძიმე რომ აქ რატომ არა თვითგანათლება და განათლება საკუთარ საზოგადოებაში საკუთარ საზოგადოებასთან ასეთი ტიპის ურთიერთობა როდესაც მას კი არა ეპრანჭები და ებაქი ბუქები მუდმივად მაგრამ ეს რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე ელაპარაკებ მე სულ მახსენდება სხვა შორის როცა დიდი დეპრესია იყო იმ ქვეყანაში რომელსაც ჩვენს ყველაზე უფრო დიდ სტრატეგიულ პარტნიორად თვლით და იმედია ასეთიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. როცა დიდი დეპრესია იყო და მართლაც საზოგადოებაში საოცარი პროცესები მიდიოდა, ანუ ყველა გაღარიბდა და იმედი მართლა დაკარგული იყო. რუზველტი კვირაში ერთხელ უყვებოდა რომ აი ეხლა ეს პატარა უკეთესობა იქ. აი ეხლა აქ შეიძლება ანუ უხსნიდა ისიც იმ პროცესის, ანუ როგორც მისი მოქალაქეები ცხოვრობდნენ ისე ცხოვრობდა ისიც და ესმოდა მათი პრობლემების ეს რადიოთი იყო საუბრები ბუხართან. ჩვენთან აი ესეთი გადამეტებული ოპტიმიზმი მე ასე მგონი არ ვიცი ხა დამეთანხმები თუ არა იწვევს პირიქით ან შიშს რომ მე თუ ყველგან ეს კარგად არის საქმე და მე ასე ცუდად ავარ მე ჩემ პრობლემებს ვერ ვაგვარებ და ნეტავი მე მოვიდეს და მომიგვაროს ან გაღიზიანებას და რისხანებას მოდი ასე ვიტყოდი და მე პოლარიზაციას და პოლარიზაციას ვინც კარგად გრძნობს თავს და ვისაც რაღაც ტიპის ხელფასი აქვს ძალიან მარტივად და ვინც დაცულია მათი ასე ვთქვათ თვით დარწმუნება და თვით დაჯერება და ასე ვთქვათ სოციალურად პრობლემების და ეკონომიკური პრობლემების ქვეშ მყოფი ადამიანების რომლებიც ბევრნი ვართ სამწუხაროდ ძალიან ბევრნი სამწუხაროდ მათ სრულ იმედგაცრუებას სწორედ მე ეს არ მინდა და ეს არ გვინდა რომ მოხდეს რომ პირიქით არ არსებობდეს ასე ვთქვათ არა ჩემი პრეზიდენტი და არა შენი პრეზიდენტი მე არ ამირჩევი ხო მე არ ეს არ უნდა არსებობდეს რეალურად ხო ეგ ჩემი არ არის და ამისკენ უნდა გადადგას ხელისუფლებამ ნაბიჯი ანუ ის მუდმივად არ უნდა იყოს ასე ვთქვათ შემოფარგლული არ საზღურავდეს თავის საიდენტიფიკაციო სივრცეს და ის უნდა გაიხსნას ბუნებრივად და რატომ არ გაიხსნა აქამდე? ანუ გასაგებია რომ აი ვარდების რევოლუცია, მაღალი რეიტინგი, რეფორმების სწრაფად ჩატარების აუცილებლობა, ეფექტური არ იქნებოდა ეს რომ დროში გაწოლილიყო, მაგრამ ნუ გავიდა უკვე, ნუ ეხა 6 წელი არ არის ცოტა ხა. კი ამბობენ რომ ისტორიისთვის 6 წელი არაფერი არ არის, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. მეორე მსოფლიო ომში იაპონია რო დამარცხდა, ზუსტად 14 წელში ჩაატარა ოლიმპიური თამაშები. ანუ იაპონია, რომელსაც ატომური ბომბი დაარტყეს დავში და განადგურდა ელემენტი. ანუ არ არის ახლა 6 წელი ცოტა. ნამდვილად არ არის. რატომ ვერ მოხერხდა აი ეს გახსნილობა და ცოტა რა ყველას პრეზიდენტად გახდოდა სურვილი? აღმოჩნდა რომ არავინ არ ვართ ამისთვის მზად. არც საზოგადოების. არავინ არ ვართ მზად, იმიტომ რომ საზოგადოება როდესაც ყვირის მკვლელო ბოროტო და აპოკალიფტურო მხეცო, საზოგადოება იხსნის ყველანაირი პასუხისგებლობას. მას სურს სიზმარში და ჰორორულ სიზმარში ცხოვრება, სადაც მას არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს და არის ვიღაცა კაცი ჭამიან მხოლოდ და ეს საზოგადოების პრობლემაზე მეტყველებს პირველ ყოვლისა, რომ ის ძალიან რბილად რო ვთქვათ ინფანტილურია, ის ეძებს ასე ვთქვათ მსხვერპლს გავეშებული და სურს ვიღაცას და ის არაერთხელ მომხდარა ხო ჩვენს ისტორიაში. რომ მითოლოგიური სიყვარული და მითოლოგიური ზიზღი. სიზულვილი, ხო? და ეს არანორმალურია.
როდესაც ხალხი ითხოვს ვინმეს ჩაქოლას ან ხალხი ვიღაცაზე იძახის იუდას ან მკვლელს, ეს არის ხალხის პრობლემა ყოველთვის. სახარებაშიც ასე იყო და ცხადშიც ასეა და სოციალურ ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე. და არა მტერებზე. და არა რაღაცა მითოლოგიურ მონსტრებზე. ეს რას ნიშნავს, რომ შენ ყველაფრისგან ხელს იბან. შენ არაფერს შუაში ხარ. არსებობს ვიღაცა ქვესკნელისგან მოვლენილი, ასე ვთქვათ ის. და მეორე მხარე, მეორე პასუხის მოუწრო, რომ ამის გარეშე შეუძლებელია ხალხო, აბა ვინ? მეორე მსგავსი ზუსტად ერთი და იგივე მედლის ორი მხარეა ეს. აბა ვინ? ეს მეტყველებს ჩვენს ინფანტილიზმზე და ეს მეტყველებს საზოგადოებრივ შეუმდგარობაზე საბოლოო ჯამში. და აი ძალიან ძნელია აი ამ ორ დისკურსს შორის ცხოვრება. მესიისა და ის რა ქვია, მკვლელის რა ქვია, ასე ძახ, არ ვიცი. ეს ქმნის სრულ კლაუსტროფობიას. ძალიან ძნელია აი ამ ორ ციებ-ცხელებაში ცხოვრება. და მე ვფიქრობ, რომ პირველი პასუხისგებელი, ვინც აი უნდა გადალახოს ეს ვთქვათ, ეს დისკურსი და აბსოლუტურად რა სხვა იმაზე გადავიდეს, თვითონ ხელისუფლებაა. ნუ თუ საზოგადოება ვერ აკეთებს, ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯი. მე ვფიქრობ, მე პირველი მოთხოვნა მაინც იმ ადამიანებთან ვარ, ვისთანაც ვიმყოფებ, ვისაც მეგობრებად თვლი, ვისთანაც თანავცხოვრობ. მე ხელისუფლებასთან ერთად არ თანავცხოვრობ, ხო? საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ. ანუ მე მაინც მგონია, რომ საზოგადოებამაც ძალიან რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარ თავისთვის და არა სხვისთვის განსაკუთრებით. ხო, ჩვენთან ყოველთვის უყვართ ხოლმე რაღაცა მაგალითის მოყვანა, რომ ესეთი რაღაცა მომხდარა თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკაში, სადაც აბსოლუტურად დაპირისპირებული ორი მხარე იყო. და ნელსონ მანდელამ უახერხა ის, რომ სამხრეთ აფრიკული ერი ჩამოყალიბდა, სადაც ეს ანტაგონიზმი შავკანიანებს და თეთრკანიანებს შორის ძალიან მალე ამოიწურა, იმიტომ რომ ორივე მიხვდა, რომ ერთ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და ერთად უნდა აშენონ ის ქვეყანა. ადამიანი, რომელიც დგას მიტინგზე, რომელიც ნათესავიც არის რომელიღაც პოლიტიკური პარტიის წევრი, ან გაბრაზებული რაღაცაზე. და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. წარმოვიდგინეთ იგივე ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ვერ მოასწრო გაბრაზება რაღაც გამო, რომელიც ნათესავით შეიძლება სადღაც პოლიტიკაშია და რომელიც დაცვის წევრად არის აყვარელი. ზუსტად იგივე ადამიანი, უბრალოდ ერთი არ ყვირის მაყოფილი, მეორე ყვირის. ეს აქედან უნდა გამოვიდეთ. აი ამ თვითკმაყოფილებიდან და უკმაყოფილებიდან უნდა გამოვიდეთ. ეს არ არის სოციალური ცხოვრება. პირადი სიკეთეებით გზომვა სოციალური ცხოვრების. ეს არ არის საზოგადოებრივი და სოციალური ცხოვრება. ჩვენ ისევ რეკლამა გვეგოდება, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, რატი ამაღლებელია ჩემი სტუმარი. მოდი, ასე ვთქვათ, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა, ასე ვთქვათ, შენი აზრი მოვისმინო, ესეც გაყოფილ საზოგადოების თემასთან მოbrunებას გულისხმობს. სულ არ ლაპარაკია ხელოვნების მწერალი, მსახიობი, რეჟისორი უნდა ჩაერიოს თუ არა პოლიტიკაში. ახსენე ჰიუგო, რომელიც როგორი მწერალი იყო, ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან აქტიური იყო. იმ რევოლუციურ მოვლენებში ის იყო ერთ-ერთი ფიგურა. ანუ ეს ისევ არის, იმიტომ რომ იცი რა არის, ვიღაცა თქვა თავისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, თუ ოპოზიციურად არის განწყობილი, აღიზიანებს რომელიღაცა მომღერალი, რომელიც ხელისუფლების მხარეს არის და თუ თქვა ხელისუფლების მომხრე ხარ, გაღიზიანებს ოპოზიციის მხარეს მყოფი რომელიღაცა არ ვიცი, მწერალი. ძალიან ბუნებრივი პროცესია. ანუ ნორმალურია მე მგონი და ხა ამ ადამიანებსაც უნდა გქონდეთ საშუალება. ეხლა ორი დიდი გერმანელი მწერალი ხო, ორივე გერმანული პენ კლუბის წევრები იყვნენ ხო, ერთი ვთქვათ, მემარცხენე ჰაინრიხ ბეოლი, რომელიც ვთქვათ, თავისი ხედვა ჰქონდა, ძალიან აქტიური, ძალიან ასე ვთქვათ, სოციალურად აქტიური, საზოგადოებრივად აქტიური და გვინტერ გრასი მემარჯვენე ხო? მეგობრებიც იყვნენ, ანუ ერთ სივრცეში უწევდათ ყოფნა ასე შემდეგ. განსხვავებული ხედვები ჰქონდათ აბსოლუტურად, ერთი მემარცხენეებს დაყვებოდა, მეორე მემარჯვენე ვილი ბრანდს და ასე შემდეგ. და ეს ბუნებრივია, მაგრამ
ქვას არ ისროდნენ. ერთმანეთს არ ისროდნენ. მოდი ასე ვთქვა. რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ ხელოვანმა უნდა გამოხატოს სოციალური პროტესტი და ძალიან კარგი იქნება თუ ამ პროტესტს ხელოვნებაში გამოხატოს. თავის ხელოვნებაში. ხო, მაგრამ ანუ ამას ხელოვნებაშიც, მოდი ასე ვთქვა. ხო, მაგრამ რატი ახლა მე არ მინდა რომ ახლა საქართველოს რაღაცა ისეთი ხდება, რაც სხვაგან არ მოხდა, მაგრამ ახლა როკერი რო ხარ თუ არ ვიცი მე როკის წარმომადგენელი და რაღაცა პროტესტს არ გამოთქვავდა წვიმაზე და იმაზე რა ქვია ყვავილებზე მღერი ხარ ხო აცდენილი ხარ არა ყველაფერი ანუ სად არის ეს ნუ ახლა უცნებზე არ ვიტყვი რომელიც დასაწყისიდან ძალიან სოციალურად ისეთი იყო არ ჩანს ხო ეს რაღაც სოციალური რაღაც პროტესტი ხელოვნებაში არ ჩანს ხო პირდაპირ ხელოვნება არა ხელოვანები ხელისუფლებაში და ოპოზიციაში არამედ ხელოვნებაში საზოგადოებრივი პოზიცია და მოქალაქეობრივი პოზიცია ხელოვნებაში რომელიც რაც ხელოვნება არსებობს სულ არსებობს ეს პოზიცია ხო არ მინდა სოკრატეზე და იმაზე ლაპარაკი აღარ მინდა პლატონზე და იმაზე რა ქვია ესქილეზე და ჰომეროსზე რომელიც ხოჭერს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აქტიური მოქალაქეები იყო ამავე დროს. მაგრამ ამის ინფლაცია მოხდა საბჭოთა კავშირში, როდესაც ხელოვანი ადამიანის სოციალური აქტიურობა აღიქმებოდა კარიერიზმთან. ეს ბუნებრივი იყო, ხო, რომ ჩვენთვის მისაღები იყვნენ ადამიანები, რომლებიც სოციალურად არ იყვნენ აქტიურები, რომლებიც ქმნიდნენ კარგ ტექსტებს, ოთარ ჭილაძე, ელო მახვლედიანი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ უმაღლეს საბჭოს დეპუტატები, პრეზიდიუმის წევრები. ხვდებით, ის თქმა სურს იყვნენ კარგი მწერლები, კარგი ხელოვანები, კარგი რეჟისორები, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ საბჭოთა კავშირის დროს და ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნიდა, ბილად რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ნუ ვასალური ქვეყანა ვიყავით და ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს სტერეოტიპი თითქოს მოირღვა დღეს. მე არ მესმის, როდესაც ხელოვანი ხელოვნებაში არ ხორციელდება და სწორედ სამოქალაქო პოზიციას იქ არ აფიქსირებს. ეს მნიშვნელოვანია, ეს ყველაზე მაგრად მუშაობს, ეს პირდაპირ თქვა. ყველაზე უფრო მაგრად ეს მუშაობს. რა თქმა უნდა. ვიდრე რაღაც შეკრებებზე სიარული. ან პარლამენტის წევრობა. ანუ აქაც რაღაც კრიზისი. ეს მუშაობს. ეს არის ხო, ადამიანი ტექსტს ეხება. ჯერ ისეთი შენი მინდვრიდან, შენი სივრციდან, ასე ვთქვათ, აღიქვაო ამ სამყაროს და არ უნდა გამოვარდე ამ სივრციდან. პირიქით, ამის ინტეგრაცია უნდა მოხდეს სოციალური ცხოვრების, სახელოვნებო ცხოვრების და ასე შემდეგ. ჩვენ ეს გვეშლება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ვიყოთ ხელოვანები და მოქალაქეები ერთდროულად, ეს შეუძლებელია, რომ არ იყო მოქალაქე და იყო ხელოვანი, ან იყო ხელოვანი და არ იყო მოქალაქე. მაგრამ საინტერესო იქნება, ხო? წვიმებისა და მოლანდებების და მონაყვავილების გარდა როკერებისგან მოვისმინოთ თუნდაც ვიქტორ ცოის მსგავსი რამ ასე ვთქვათ სოციალური ტექსტი სიმღერა ან ფილმი დოკუმენტური ან კინო ან ლექსი ან მოთხრობა არის ელემენტები არის მე ვისურვებდი რომ უფრო აქტიური ყოფილიყოს აი არის ხო რაღაცა გადაცემა ან ახალი ამბავი და კულტურის ბლოკი მე კი მითხარი გადაცემის დაწყებამდე რომ ტელევიზორს აღარ უყურებ მაგრამ მაინც გაუთავებელი წითელი ხალიჩები გაუთავებელი ფეშენ ჩვენებები ანუ კი ესეც უნდა მე არ ვამბობ რომ ეს არ უნდა იყოს მაგრამ ამის გარდა რომ არაფერი არ ხდება ეს რისი ნიშანია ჩვენ არ ვითხოვთ რომ საზოგადოება უნდა იყოს ასკეტური რაღაცა პურიტანული და მხოლოდ ასე ვთქვათ ღარიბებს უბრიგებდეს ფულს მხოლოდ ასე ვთქვათ ღარიბებს უნდა ვურიგებდეთ ფულს ანუ ეს ჩვენთვის არის ღარიბებისთვის კი არ არის ეს ჩვენთვის არის საჭირო რომ სოციალური პროექტებით სოციალური აქტივობებით ვცხოვრობთ მაგრამ როდესაც საზოგადოება ხდება პასიური, არა შინაგანად არა აქტიური, აი რუსეთს დააკვირდით, ხო? როდესაც საზოგადოება არ არის კრეატიული, არ არის შემოქმედებით, ის პასიურ მდგომარეობაში ის ერთობა, ის მომხმარებელია, ის წითელ ხალიჩაზე დგას და ფეხსაცმელებს უყურებს საკუთარს და სხვისას. ამას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში. მაგრამ დოზა, როდესაც შენ 98-99%-ით შენი არსების ხარ მომხმარებელი და არანაირი კრეატორი, არანაირი შემოქმედი, არანაირი ასე. მხოლოდ პასიურ მდგომარეობაში. ერთი არხიდან გადართავ მეორე, წახვალ ერთი ხალიჩიდან მეორეზე, მე ერთი რესტორნიდან მეორეში აღარ არსებობს შენ როგორც საზოგადოება. მართლა ძნელია და რუსეთი ასეა.
გაშევხედოთ აი რუსულ ტელეარხებს, ხო? მე ეს მართლა 2 წელიწადია ძალიან იშვიათად თუ ჩამირთავს ტელევიზორ. რაღაცა სპეციფიური რაღაცის გამო, ხო? ზუსტად გართობა, სანახაობა. ეს სანახაობა მდარე ხარისხის ბუნებრივია სანახაობა. და გავთავებელი სერიალი უნდათ რუსული წარმოშობის სადაც არის. მე ძალიან ის არის, ეს ფეშენი ხა ჩვენ პირდაპირ ვთქვათ რა, ეხლა რომში რომ მოდიხარ და პარიზში რომ მოდიხარ და აქ ის არის რა ქვია, რივოლიზე რომ მოდიხარ და ეს გაცვია და ესე მოდიხარ, კონტექსტია და აქ რომ მოდიხარ იმაში რა ქვია, ხრუშოვკებში რომ მოდიან ეს ჩვენი გოგოები ხოლმე, რომ გამოვლენ სახლიდან ამხელა კუსლებზე დგანან და ბლოსტკებით და აი იმდენად შეუსაბამოა ეს ყველაფერი, ერთმანეთთან კორელაციაში არ მოდის. რომ მოკაკუნობენ ხოლმე. და აი ფასა რომ გახედავს. იქაც ხო, მაგათ წარმოიდგინეთ რამდენს ჩაუცვავს ხო, ჩვენებს, ქართველებს მოსდით ევროპაში ხო. ევროპა ძალიან პურიტანულია სხვათა შორის და რაღაცა კარაკულის და მელის, რაღაცა შუბები, კვერცხები მოხვედრიათ იქ და საღებავები. ძალიან დემოკრატიულია. ვერიტანს ევროპა ვერიტანს ასეთ მომხმარებლობას. იმეებით დადის, სმარტ მანქანებით დადის ევროპა. და ბენზინს არ წოვს და ეკოლოგიას უფრთხილდება. ამდენ ჯიპს ვერ ნახავთ თქვენ, ვერც რომში, სხვა შორის სამხრეთი. ვერც ბერლინზე არ არის ლაპარაკი და იმაზე. ბრიუსელზე და ასე ხო, ბრიუსელზე და იმაზე. სამხრეთზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში და ვერც მადრიდში ვერ ნახავთ ამდენ ჯიპებს. რაც აქ ხდება, აი ეკოლოგიაზე და შინაგან კულტურაზე აღარ არის ლაპარაკი. ჩვენ ყველანაირი პათეტიკის გარშე ჩვენ ვიქცევით მომხმარებელ საზოგადოებად ბჭყალებში, რომელიც უყურებს ტექნოლოგიებს, რომელსაც ქმნის სხვა სამყარო, რომელიც უყურებს გენიალურ ტექნოლოგიებს, რომელსაც აქტიური საზოგადოება ქმნის, Macintosh-ის პროდუქციას უყურებს, iPhone-ებს უყურებს, რიდერებს უყურებს, Mac Air-ებს უყურებს. ამ ტექნოლოგიებს ამას კი ვერ ქმნის თვითონ. მხოლოდ ამის მომხმარებელი სურს იყოს და ტირის სახლში დედა ეს მიყიდე, мама ეს მე უკმარო ეს მიყიდე. აი მხოლოდ ამ მომხმარებლის პოზიციაში ვართ ჩვენ. ეს არის ყველაზე მძიმე და ამაზე ვლაპარაკობდი თავიდან. რა გვინდა ჩვენ ვიყოთ მხოლოდ ეს ფულები ვაგროვოთ და მხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ? თუნდაც ნატოსთან მიმართებაში, ხომ? როდესაც ჩვენ გვინდოდა რომ ნატოში შეუმძრალიყავით და იქ რაღაცნაირად და ესეც ბუნებრივი, რომელიც გვეუნებოდა, ხომ? ეს სივრცე, რომ იმაზე კი არ იფიქროთ, რას მიცემთ ნატოს. თქვენ, არამედ რა გინდათ ნატოსგან თქვენ. არამედ თქვენ რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მას. და ეს უფრო მეტი ამბიცია, როდესაც ჩვენ თანა შემოქმედები ვართ ევროპულ ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ მომხმარებლები. აი, ეს არის, ან ვიქნებით ეს მომხმარებლები და ვიქ გადავალთ ხალიჩიდან ხალიჩაზე. ან რაღაცა ცოტა გამოვიბერტყავთ ყურებს და თვალებს გავახელთ და რაღაცას შეუდგებით, ხო? და აქტიური შინაგანად ცოცხალი საზოგადოება აი ეს რაღაცებს ვეღარ მოითმის. და მიტინგებიც არ დაჭირდება ამას. ტყუილებს და ცრუპენტელობებს და იმებს პირიქით. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვანაირად მოიქცეს სხვადასხვანაირ საზოგადოებაში. იგივე პრეზიდენტი აქტიურ და ღირსეულ და თავმოყვარე საზოგადოებაში შეიძლება სულ სხვაგვარი იყოს. მენდით, ცადოთ და ნახავთ. ცადოთ და ნახავთ, მით უმეტეს 2011 წელი ახალი დაწყებულია, ნახოთ რა შეიცვლება ჩვენ საზოგადოების ცხოვრებაში. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე მაინც და მაინც, თუმცა პოლიტიკა ჩვენი ცხოვრების და საზოგადოების ცხოვრების ნაწილია. რატი ამაღლობელი იყო ჩემი სტუმარი 2011 წლის პირველ გადაცემაში. დიდი მადლობა. მე თამარ ჩიქოვანი ვარ, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ ერთი კვირით.